22 აგვისტო მატათა მოციქულის ხსენების დღეა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან გონიოს ციხემდე დეკანოზმა სერგიმ მრევლთან ერთად მსვლელობა მოაწყო. მათ მოციქულის საფლავზე პარაკლისი გადაიხადეს. წმინდა მატათამ ანდრია პირველწოდებულთან და სვიმონ კანანელთან ერთად ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში იქადაგა. ისტორიული წყაროების მიხედვით მოციქული აჯარაში გონიოს ციხის ტერიტორიაზე აღესრულა და იქვეა დაკრძალული. Ადაერთხელ ყოფილვარ ამ ცნობაზე, მატათობაზე, ყველას მიულოცავ, ყველას, ვისაც წამს დაჯერა, მას უწევია გადარჩენა. ამიტომ ღვთის წყალობა და ამ დიდი მოციქულის როცვა კურთხევა ყველას შეეწიოს და მთელ საქართველოს ფარავდეს მისი მართვა. ეს არის წმინდა მატათა მოციქულის ხსენების დღე და ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენს მიწაზე განისვენეს წმინდა მატათა მოციქული, უფლის ერთ-ერთი მოციქული, ჩვენს კუთხეში განისვენებს, სავარაუდოდ გონიოს ციხეში და ყოველ წელიწადს ჩვენ ამ დღეს მისი ხსენების დღეზე, რა თქმა უნდა, პატივსაცემად და უფლის სადიდებლად ფეხით მსვლელობას ვაწარმოებთ.